Dollar yapacağız. Garantiz.
დიდი ხანია ჩემპიონები იყავით უკვე, მაგრამ გაცა როგორია რომ გაგუმროვება ეს გახორციელდა და ამდენი გულშემატკივარის წინ ხდება ეს ყველაფერი. ნუ რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა დაგვაფასა და ესე ჩვენთან ერთად აღნიშნავს ამ დაჯილდოებას. რა თქმა უნდა, ორმაგად სასიხარულოა, როცა გულშემატკივრები მოვიდნენ და ესე პატივი დაგვდეს და ერთად გავხდით ჩემპიონები და ყველას ულოცავ, ყველა მთელ ზესტაფონს ულოცავ ამ წარმატებას რა. ჩემპიონია. ძალიან დიდი მადლობელი ვარ გულშემატკივრებს, მთლიანად ზესტაფონის, რომ იმხელა მხარდაჭერა ჰქონდა, რომ ჩვენ ეს მაგათი დამსახურებაა, ძალიან დიდი წილი, რომ ჩვენ ორჯერ მოვახერხეთ ჩემპიონობა. მადლობა უნდა უთხრა ფედერაციას, უყოლას, ვინც მაინც ეს მოახერხა და აი ამ დაძაბულობის შემდეგ ჩვენ აი ზეიმი მაინც განვიცადეთ. ისი არ ჩაიარა ამ ყველაფერმა ზეიმის გარეშე. გაიხარეთ და უფრო მენია უკვე გული. კი, უკვე ზესტაფონს უკვე რავი ძალიან ბევრი ტიტულის დაუგროვდა. ნამდვილად ეკუთვნის ამ ქალაქს ეს ყველაფერი და ულოცავ რა მთლიანად ზესტაფონს ულოცავ, გულშემატკივარს ულოცავ. ცოტა კი გვაქვს განელებული ეს ის, მაგრამ ძალიან გავიხარდა რომ ესე საზეიმო ვითარებაში გადმოგწეს თასი და ულოცავ ყველას რა, ძალიან გახარებულები ვართ. რა თქმა უნდა, გაორმაგებული განწყობა, ზედიზედ მეორეჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ეს ძალიან ძნელი შესასრულებელია და ამ სიზნელთან ერთად განსაკუთრებული სიხარულია და ბედნიერი ვარ, ულოცავ ყველა ზესტაფონის გულშემატკივარს ჩვენთან ერთად გაიზიარეს, მაგათ გარეშე ჩვენ ვერ გავხდებოდით ჩემპიონები და ყველას გილოცავთ, გაიხარეთ. იმ ფონზე მთელი ჩემპიონატი ესე დაძაბული და გაურკვეველი ის იყო, რავი, რაც მოხდა, მაინც გვიხარია, რომ ესე მოხდა და ჩვენ სამართალმა გაიმარჯვა, ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყარა და ულოცავ ზესტაფონს და მთელ საქართველოს იმედია ვასახელებთ ევროტურნირებს. მადლობა. სერგო, შენს გარეშე არ გამოვეს, არ ისტორია და უნდა დარჩე ისტორიაში ხო? ой მაინც გაშედ გამდენი ხნის შემდეგ ხო იყო ეს საფრანგეთო მაინც გამოვიდა. ის თქვი რა. პირველ რიგში ძალიან გახარებულები ვართ, მე ყველა ჩვენ კომაგს, ყველა ზესტაფონელს, ყველა კომაგს მთლიანად. შეიძლება არა ზესტაფონელს, მაგრამ ჩვენს გულშემატკივარს მინდა მოულოცო ჩვენი დღევანდელი გამარჯვება, ის რომ ჩვენ ორგზის ჩემპიონები ვართ. ჩვენ სიურპრიზი ჩვენ დღევანდელ დღეს სიურპრიზით დაემთხვა დღევანდელ დღეს ჩვენ მედლებისა და თასის ჩემპიონის თასის გარდა ევროპა ბეტმა დაგვიწეცა საგანგებო ჯილდო დააწესა უბრალოდ საქართველოს ჩემპიონისათვის კუთვნილი საკმაოდ სერიოზული ხელშესახები თანხა 100,000 ამერიკული დოლარი, რომელიც ჩეკიც ასე ვთქვათ საზეიმო ვითარებაში ჩვენ წარმომადგენლებს გადაეცათ დღეს. ყველა კიდევ ერთხელ გილოცავთ. ზესტაფონი ორგზის ჩემპიონია. ზესტაფონის ფანკლუბი ძალიან მოხარულები ვართ ამ ჩემპიონობით დაგვიბასდა ბოლოს და ბოლოს მთელი წლის განმავლობაში ის ემოციები რაც ჰქონდა ის ჟივილ-ხივილი სიმღერები ის ყველაფერი რა და დიდი მადლობა მინდა ბიჭებს გადაუხადო პირველ რიგში ჩვენ ფეხბურთელებს მერე ბალეშიკებს სრულიად ზესტაფონს მიულოცავ ამ წარმატებას როგორც გულშემატკივრმა თავისუფლება და როგორ განწყობთ სახელა გვართ ბიჭები გიორგი განცემით ძალიან სასიამოვნო გზნობა უკვე ზესტაფონი ორი მოგზე ჩემპიონი არის და ამ ზეიმა დაკარგა ფერი იმის გამო რომ იყო ძალიან დაგვიანებული დაჯილდოება და მაგრამ ჩვენ შემატკივრები მაინც გახარებულები ვართ რა თქმა უნდა მეორე თასის საწევო არის ძალიან დიდი სიხარული ამ ქალაქის გუნდიც იმიტომ ძალიან პატარა ქალაქი ვარ და ამ დროში ბატონმა ილია კოკაიამ გააკეთა ძალიან დიდი გუნდი და დიდი მადლობა პირველ რიგში ბატონ ილიას და მეორედ ამ ფეხბურთელებს რომლებიც დღეს დააჯილდოვეს დიდი ცერემონიალს და როგორც უნდა შედგა ეს. კი, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ რომ შედგა. ცოტა დაგვიანდა, მაგრამ მაინც მოგვესწრო და ვაყოფილები ვართ. ყველა რომ ეს შედგა და ჩვენც ვამხნევთ ჩვენ გუნდს და ვცდილობთ რომ მეორე წელიც არ ვთქვათ უკეთესი იყოს და უკეთეს თამაშები გვანახოს და უფრო უკეთესი პირობები იყოს რა მათთვის შექმნილი რა მთავარი ეს არის და მიუხედავად ყველაფრისა ზესტაფონს არა მარტო ზესტაფონს მე ყველას ვუსურვებ რომ გასულიყოს ჩემპიონატზე მაგრამ ეს ფაიზაღია რომ მაგარი გუნდი გყავს
როგორ სახელი გვარი თქვი? ბატონო, ანრი გოგოლაძე. დიდი მადლობა.